გემრიელი იყო? რა. ბოლონეზე. რა საკეთე? ჭურჭელს მომშრალო. აქ რა საკეთე? კერეს ვილაპარაკეთ ამაზე უკვე და გითხარი რომ ვცდილობ შენს დახმარებას. როდემდე აპირებ ესე? წავიდე გინდა? არა, უბრალოდ მაინტერესებს კიდე როდის აპირებ გაქრობას, რომ მოულოდნელი არ იყოს ჩემთვის. ძალიან დავიღალე უკვე. შენ დაიღალე. ხო, მე დავიხალე. ადექი მერე და წადი, შეგიძლია წახვიდე. ხო, თაკო. იცი რა? მე ყოველთვის მიყვარდა შენს გვერდით ყოფნა, როცა ესეთ მდგომარეობაში იყავ, შენი ჩახვდება მიყვარდა. აი ახლაც აქ ხარ ამ წუთას და მეუბნები რომ დაიღალე და თუ დაიღალე კიდევ ერთხელ გიმეორებ, შეგიძლია გახვიდე და წახვიდე. აი დავიღალე, კერეს დავიღალე. დამცირებით და ბოდიშების ხდით დავიღალე. ყოველ დღე იმის მტკიცებით დავიღალე, რომ შენთან ერთად მინდა ყოფნა და კიდე იმის თქმით რომ მიყვარხარ. So we won't have to say goodbye. We stand before these tricks of life. An old song blowing in the wind. And we can cross the great divide. კარგი გაჩერდი რა დამეხვა თავბრუ. ეს დაგლეჯვაზე მაქვს ნერვი. ხო დაჯექი და იქნებ დამშვიდდე რა. ბიჭო რანაირად დავმშვიდე? 3000 ლარი დამეკარგა უჯრიდან. აი ვერ წარმოიდგენ და იგივე დამემართა მეც. ბიჭო აქ ფულზე არ არის რა. ბოლო ავდგებოდი და ჩემი ხელფასიდან დავდებდი, მაგრამ 4 კაცში ფული რო იკარგება, ეგ მიტყდება რა. ეგ არის. ზუსტად ეგ არის. ვანუს უთხარი? ო მითხრა. და ძალიან გაბრაზებული ვარ. არ ვიცი რანაირად დაიგა. კარი ხო იგეთება? სიგნალიზაციას დაყენებულია. ეხა უბრალოდ ვანო არც ერთს არ გვაქვს რომ დავდოთ ჩვენ, თორე ამ ხელა ამბავი არ დაჭირდებოდა რა. არა. ამ საქმეს პოლიცია მიხედავს. რა გვეჩქარა ეს პოლიცია. რატო? რას უცადოთ სანამ ქურჩი სინდისი არ გაიღვიძებს და უკან არ დააბრუნებს ფულს თუ რას ვთავაზობ? აუ არ ვიცი ეგება გამოჩდეს რა. რანაირად? ისე ვინმეზე ხო არ გაქვთ ეჭვი შემთხვევით? არა ჩემი ბრალია რა. აიღე და ჩარიცხე და გასტოვებ აქ ფულს. ანუ რას ამბობ, ბრო? ოფისში, თან საკუთარ ოფისში. ადამიანებს ვერ უნდა ენდო? აუ, არ ვიცი რა. ელენეს თავს ვიცა ვარ, მირჩევნია ვიფიქრა, რომ გაქრა ეგ ფული, ვიდრე ვინმეზე რამდენი ეჭვი მქონდეს რა. მე კიდე მირჩევნია, რომ ვიცოდე ვინა იყო. ესე რომ მოვაპატიეთ ბიჭებო, მაგრამ პოლიციაში უნდა დავრეკო. გოგა, კარგად ხარ? კონკითხე 10 წუთის წინ კარგად ვარ. დედიკო, გამიღე რა კარები, რა გთხოვ რა.
ოგენა შემესვი რა. კარგი რა, არაფერი არ გიჭამია, 2 დღეა შემწყურვალი ზიხარ მაგოთახში რა. გამისყდა რა გული რა. არ ვიცი რა ქნა. აღარ შემიძლია რა ქნა, მიდი რა. მიდი დაელაპარაკეთ. რატო, ნონიკო, რატო? მას ქვია რატო გოც. შენ ხმა მაინც გაგცა და მე 1 საათი ვედექი გარეთ რა არ გავაკეთე, ნონიკო, მეჩუბე, ვეფერე, მაგრამ რა გინდა რა დამცა. ჩაჩუბე. აგიჟდი შენ, გადაირიე. კარგი, ადამიანი, კარგი, გამოთქმა, ესეთი ხან მეჩუბე, ხან ვეფერე და არ გაგიგია, კაცო. ზურიკო, ნეტა შენი ნერვები მომცარა ეს გამოთქმებისთვის რა ძალია. ვერ ახარ შენ. რა გინდა, ადამიანო რა. შეუმტრივო კარი და ძალით გამოგიყვანო? რა სამბო, ბანკი ყופად გაგიჟდება ეს. არ ვიზამ, ბატონო, არა. იქნება მაგის ზღაკაცებს დაურეკო, ა? კი არიან გამოლეჩებულები, მაგრამ იქნება გაართვა, ნონიკო. იყვნენ დღეს დილით მოსულები, მაგრამ არ დაელაპარაკა. შო რა წერინა ასეთი მოგონ მოიძულა მთელი ქვეყანა. არაფერი არ მაინტერესებს, იცი, აი თავში ქვა უხლია იმ ხოს რა. ჩემ შუზე ნერვი უყო. კარგი, მისმინე, მომისმინე, რამე არ მოვწერო საკუთარ. კარგი, ნონიკო. გავგიჟდებით. დაწნადი რა, დამშვიდი, მოგივიდა რაცა, დამშვიდი. მიეცი ცოტა დრო და გადაუვლისო. სიყვარულით მუდარი ახლა შენ გაგიგია და გინახია ვინმე რაც რა. შენ არიცი დეპრესია რა არის. მოდი აქ. რომ გამომყვებოდეს. მანანას ყავს არაჩვეულებრივი ფსიქოლოგი და რაღაცას დაილაპარაკებ. რა ვქ? გამიგებათ, ოთახიდან გარგამოდის და რა ვქნათ რა ფსიქოლოგი აქ მოყვანოთ. არა ფსიქოლოგი არა. მე ვიცი მაგას ვისაც მოყვა. გამოდით. აი მე არსენ ახლა ვიტირებ. რატო დავაშავე რამე? არა, პირიქით ძალიან საყვარელი ხარ. გული გამისკდა. ესეთ რამეზე რატო უნდა იტირო ადამიანი? ნახე, როგორი სუფრა დაგვახვედრა? დიდებული. დასხედით. ის რა არის? ის თქვენია, უბრალოდ ვახშმის შემდეგ მინდა და მეჩუქებინა. ჩვენია? ხო, რა იყო, არ შეიძლება სოფლელმა ნათესავმა საჩუქარი გაგიკეთოს? არსენ, ნუ ამბობ ეგრე შენ თავზე. რა, სოფლელი არ ვარ თუ ნათესავი? ო, სოფლელიც არის და ნათესავიც. ოღონდ ჯიგარი ნათესავი. აუ, ნახო შეიძლება? კი, მოგიტან ახლავე. რა მაგარია. აი, ძალიან დიდი მადლობა არსენ. მადლობა პირიქით თქვენ რომ მიტანთ. მეორედ ეგეთი რამე აღარ თქვა. ჯიგარი ხარ არსენ. ჯიგარი. ბოდიში დამაგვიანდა. კარგია რომ საერთოდ მოხვედი. ტელეფონში ისეთი გაბრაზებული ხმა ქონდა, მეგონა რომ რაღაც დავაშავე. არა, ეხლა ძალიან გაბრაზებული ვარ. რა ხდება? არ უნდა მისულიყავი ელენესთან. რა მეკითხრა? კი, ძალიან გაბრაზებული იყო. ჩემთვის რო გეკითხა, მე გეტყოდი რომ არ მიხვიდე თქო. მაგრამ შენ არ ჩათვალე საჭიროდ. ვიფიქრე რომ დამინახავს მოულბება თქო. გახსენდება რომ უყვარ ვარ და შემოვიდებ. ხო, ჩემზე ძალიან უყვარ ხარ. ამდენი ხანია ვცდილობ დაველაპარაკო და ახლოს არ მეკარება. მესმის, მაგრამ მე უბრალოდ ცადე, ეგეთიც მე მგონი არაფერი დამიშავები. არა. უბრალოდ ეხლა კიდე უფრო მეტად ვერ მიტანს. ხო იცი როგორ მიყვარს ელენე. უბრალოდ ხანდახან მგონია რომ ძალიან ეგოისტურად იქცევა. გაიზრდება, დაფიქრდება და მიხვდება რომ არასწორად ფიქრობს. არა. ჩვენ დიდები მოვიქეცთ ეგოისტურად. მარტო საკუთარ თავზე ვიფიქრეთ. ელენე რას იგრძნობდა, მაგაზე ერთი წამი არ დავფიქრებულ ვართ. ამას ახლა სერიოზულად მეუბნები?
პირველი წამიდან მარტო ელენეზე ვფიქრობთ, ერთად არ ვცხოვრობთ, არსად ერთად არ დავდივართ, იმიტომ რომ ვინმემ ელენეს რამე არ უთხრას. უსამართლობაა ეხლა რასაც შენაბობ. უსამართლობა ისაა ჩვენ როგორც ვიქცევით. ბავშვმა დედა დაკარგა. ეხლა კიდე ფიქრობს რომ მამასაც კარგავს. დრო სჭირდება და მიხვდება რომ არ კარგავს. ამასობაში მე რო დავკარგო ელენე. არავინ არავის არ დაკარგავს. ვერ გავრისკავ. ვერ გარისკავ, ანუ ამით რისი თქმა გინდა? აბადია, მაგრამ უნდა შევწყვიტოთ ყველაფერი. აი ესე უბრალოდ ავდგეთ და შევწყვიტოთ. ვითომც არაფერი ყოფილა? მე ელენეს ესეთ მდგომარეობაში ვერ ვუყურებ. და მე როგორ ვიქნები ჩვენი დაშორების მერე მაგაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ვფიქრობ და მეც ძალიან ცუდად ვიქნები. უბრალოდ სხვა გზას ვერ ვხედავ. არ გინდა რომ დაინახო. უბრალოდ ჩვენთვის მარტივია ესე ადგე და თავიდან მომიშორო. ნუ ამბობ ეგრე. მაშინ დარჩი და ერთად მოვიფიქროთ რამ. See the ghost up on the hill. ყველაფერი ვეცადე, მაგრამ არაფერი გამა. Watches the ocean turns to still. არ შეიძლება ეგრე წასვლა. Watches the შენ წყვეტი რომ არ შეიძლება. Watches your life come to pass. And goodbye love, goodbye sin. I don't need that voice within anymore.